თავდასხმა თავისუფალ მედიაზე კმაყოფილი ოპოზიცია და ჩასაფრებული ეგრეთ წოდებული კოლეგები, ვის წაადგა ბრიტანეთის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კარგად ჩანს. თავად დიპლომატიური უწყება იმედის კითხვებს ემალება. პრემიერ-მინისტრმა კითხვა, რომ სახელმწიფო მედიის თავისუფლების ყველა ძირითად უფლებას დაიცავს. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მთავრობის მეთაურმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმას ფუჭად გასტროლილი ტყვია უწოდა. პირველმა კანონმდებელმა კი ეს აქტი 105 წლის წინანდელ რუსულ თავდასხმას შეადარა. მეორე დღეა ბრიტანეთის საელჩო განმარტებებს ვერ აკეთებს. სამაგიეროდ მასპინძლობს მათ, რომლებიც თავდაცვას ასევე თავდასხმით ცდილობენ. ყველაზე რეიტინგული ქართული ტელეკომპანიიდან კი ერთგული მაყურებლისთვის სიმართლის მოყოლას განვაგრძობთ. წელი დაჭირდა ტელეკომპანია იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას. ახლა დაგჭირდება მაქსიმუმ 5 დღე. 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. ყველაზე ავტორიტეტულ ქართულ ტელეკომპანიაზე თავდასხმას თბილისი მართალი სიტყვის გაჩუმების სურვილით ხსნის და ეს ხელისუფლებას ევროპული და ბრიტანული ბიუროკრატიის ტრაგიზმს აჩვენებს. მართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერები ამბობენ, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა არასერიოზული და სამარცხვინოა. პრემიერი პირობას დებს, რომ სახელმწიფო მედიის თავისუფლების ყველა ძირითად უფლებას დაიცავს. იმედი კი ის ტელეკომპანია, რომელსაც ნდობას მაყურებელთა 40% უცხადებს. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ. ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. სახელმწიფო ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე. დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია პოსტ-ტივში. ამაზე ვიღებ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ იმისათვის, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდა და შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ დეზინფორმაციული ტელეკომპანიის პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან ერთი. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტულ რაღაც დეზინფორმაციულ პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე. თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12000 კაცი ყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის. თქვენ რა გონიათ ის, რა ქვია, ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა. ყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს ხო ის ქართველები არიან, ის გიგაურები და კინწურაშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც იჯდნენ ბნელ ოთახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. პოლიტიკურ ლიდერებთან დღევანდელმა ინტერვიუმ ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის რეალური სახეც გვაჩვენა და მათი სურვილებიც საჯარო გახადა. იქნებ უცხოურ შეტევას იმედისთვის ფინანსური პრობლემები მოხვეს. თუმცა სურვილებზე მთავარი აღიარებაა. ხელისუფლებასთან პოლემიკისას სიტყვის თავისუფლების დამცველებად თვითგამოცხადებულებმა თქვეს, რომ ბრიტანულ თავდასხმას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად არ აღიქვამენ. მითხარით რას აპირებთ? მე თქვენ მინდა გკითხოთ, რისი იმედი გაქვთ, რა ფორმით შეეზღუდება? არ ფიქრობ. თქვენ თუ იმედი არა გაქვთ, რომ ტელეკომპანია იმეს და ტელეკომპანია პოსტ-ტივის შეეზღუდებათ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ამიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი. გამოდის, რომ ფუჭად გაისრულეს ტყვია. ან ყველა ქმედება, განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოსტ-ტივის საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ინათ იგივე სანქციები თქვენს მიმართ შემოვიღოთ. იგივე ზომები თქვენს მიმართ რომ ამოქმედდეს. შელახვა არ იქნება ეს. ხო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ძალიან კარგი, მიღებულია პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ეს პასუხი, დამიჯერეთ. სახელმწიფო კომპანიები გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას იმედთან და პოსტ-ტივისთან? ყველა სახელმწიფო კომპანიამ და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა.
თქვენ ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენ პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი, როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. პარლამენტში აპირებთ რაიმე კანონის მიღებას? უბრალოდ ყველასთან ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ფაქტობრივად ყავს ახლა თბილისში ყავს ბრიტანეთის ელჩის სახით ყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა, რომელსაც უნდა კითხოთ ახლა რას ნიშნავს ეს მათი გადაწყვეტილება დემოკრატიის საჭიროების და მიხედვით. დიდი ჯრიამულია გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც, მათგან მხოლოდ ბრალდებებს ვისმენთ და ვერაფერს მტკიცებულებების სახით. ზუსტად ისე, როგორც ბრიტანეთიდან. იმედის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პროგნოზები ახლა ზუსტად ისეთია, როგორცაც წლებია ქართული ეკონომიკის შესახებ ვისმენთ. მაშინ როცა რეალობა არათუ ეკონომიკის ჩამოქცევას, არამედ რეგიონში სტაბილურად მზარდ მონაცემებს აჩვენებს. იმედი მომაკვდავი ტელევიზია. საფლავის ქვაზე რაც მოგესურვებათ, ის შეგიძლიათ წააწეროთ. TV იმედის დასანქცირება იმ გახრწნილი კოლექტივისთვის არაფერია. ეს სამოსაწყვეტი კოლექტივი ცოცხლად არის დასაწვავი. კალკად გადმოღებული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება ეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონი თუ ასე შემდეგ, რომელიც მთავარი გამправებლების და პროპაგანდისტული შემფუთავებით იყო ტელეკომპანია იმედი და პოსტივი. როგორც ჩანს, ბრიტანეთს ამის საფუძველი ფაქტებიდან, მტკიცებულებებიდან გამომდინარე ჰქონდა. ეს ხალხი ქართული ოცნებისთვის შულავერის კომიტეტია. ხალხი, რომელსაც უცხოური გადაწყვეტილებები აბსოლუტური ჭეშმარიტება ჰგონია და მედიაზე თავდასხმა ხანმოკლე ბედნიერებად ექცათ. იმედისა და პოსტების დასანქცირებით დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს გამოურთოს ტელევიზორი და დააცენზუროს თავისუფალი სიტყვა. როგორც 105 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა შულავერის კომიტეტი, ახლაც არსებობს თანამედროვე ფორმით ასეთი კომიტეტი, რომელიც იხედება მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში და მხოლოდ უცხოელების მიღებული გადაწყვეტილებები ჰგონიათ აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ მათი აღრთოვანებები მალევე მთავრდება ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში გარე ძალების ჩარევები ვერ რეალიზდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზანი არის დათრგუნვა თავისუფალი სიტყვის იმ ხალხის ინტერესების, რომელსაც უნდა რომ სიმართლე გაიგონოს. სად არის მტკიცებულებები? ბრიტანეთის საელჩო დღესაც დუმს. ეს საჯაროდ, თუმცა დახურულ ფორმატში მთელი დღეა დიპლომატიური უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს მასპინძლობს. პასუხები არც მათ აქვთ და თავდაცვას თავდასხმით ცდილობენ. ბრიტანეთის საელჩოსთან დღეს ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას თანაგუნდელიც გადავიღეთ, რომელიც ამტკიცებდა, რომ პირად საკითხებზე არა ბრიტანეთის, არამედ საფრანგეთის საელჩოში მივიდა. საფრანგეთის საელჩოსთან რასაც დაკავშირებით? სხვა საქმეზე ვარ საერთოდ პირად საქმეზე. რუსულ სპეცსამსახურების ტელევიზიას არ ვაძლევ კომენტარს. ბრიტანეთის მთავრობიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის აქტი გუშინ ვნახეთ. გონივრული ეჭვის საფუძველზე ლონდონი არც მეტი არც ნაკლები იმედს უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას აბრალებს. ტელეკომპანია იმედის კითხვის პასუხად ჩვენ უკვე გვაქვს ეროვნული ბანკის ოფიციალური პოზიცია. ნათია თურნავა ამბობს, რომ კომერციული ბანკები ვალდებულები არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ კი წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტებსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის. ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში თუ კი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულები არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად. ბრიტანეთიდან ქართულ მედიაზე თავდასხმის აქტი გუშინ ვიხილეთ.